მოგესალმებით ჩემი მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც რიტუალის ყურების საფასურად მე მირიცხავს თანხას. მიქნება ერთი თხოვნა. გამოიწეროთ ჩემი გვერდი. Subscribe-ის ღილაკზე ხელის დაჭერა არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გააზიაროთ და ეს იქნება თქვენი უკუკავშირი იმისათვის, რასაც მე თქვენთვის ვაკეთებ უფასოდ. მე მგონი ბევრს არაფერს არ ვითხოვ, გარდა თითის დაჭერისა, თუ არ ხართ დარეგისტრირებული, YouTube-ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ესე ვთქვათ, ჩემს გამო თუნდაც და გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა მე ჩაგიწეროთ ძალიან ბევრი ვიდეოები. მადლობა ამისათვის. მე მინდა დღეს გაგიკეთოთ ძალიან კარგი ფინანსური რიტუალი, მაგრამ წინა სიტყვაობა მინდა გავაკეთო როგორც ყოველთვის. ეს ვიცი თქვენ ძალიან გიყვართ ჩემი საუბარი. მე მინდა საჩუქარი გავაკეთო ჩემი მიმდევრებისთვის, გამომწერებისათვის, ვინც მე მიყურებს და არა მარტო ვინც არ მიყურებს, ვინც არ იწერს და მხოლოდ მიყურებს მათთვისაც და გავაკეთო ესეთი რამ. თქვენ იცით, მე მაქვს მარათონები და მუდმივად ვატარებ, პირველი მარათონი, რომლის ღირებულება არის, რადგან პირველია და ესე ვთქვათ, საჩვენებელია 35 ლარი. დანარჩენების 35 დოლარი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე მარათონზე ავედით უკვე და იმ ადამიანებისაგან, ვიზეც მოთხოვნა იყო, რომ გარდა მარათონისა მე გამეკეთებინა ისეთი პროექტი, სადაც ადამიანები უფრო მაღალ საფეხურებზე შეძლებდნენ განათლების მიღებას არა მარტო მაგის სფეროში, არამედ ბუდში მაგის სფერო არ უნდა მეთქვა, არა მარტო ფსიქოლოგიის სფეროში, არამედ სხვადასხვა საკითხებში, ეს იქნებოდა ფინანსები, საკუთარი თავის მართვა და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ 2 თვის უკან პროექტი ესეთი, ჩემი იღბლიანი გზა და სადაც არც თუ ისე ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ იქ იყო ყველა ჩემი კლიენტი, ვინც მუდმივად მომზდებს და მუდმივად არის ყველა მარათონში. მისი ღირებულება იყო 80 დოლარი და გუშინ დავასრულეთ და ხალხი ძალიან ბედნიერია. სხვადასხვა რევიუებისათვის გადადით Telegram გვერდზე, მეგობრებო, Telegram-ი უნდა გადმოწეროთ, ეს უნდა გქონდეთ, როგორც WhatsApp-ი, როგორც Viber-ი, ერთი და იგივეა, ხო? არანაირი ეშმაკი Telegram-ში არ ზის. ეს არის ჩემი უფასო ჯგუფი, გადაბრძანდებით და ყველა მეორე დღეს მე ვდებ უფასო ინფორმაციას, თქვენ დაამიუთეთ მესიჯმა, წკაპუნმა, რომ ხელი არ შეგიშალოთ ჯგუფი და როდესაც მოგესურვებათ, მაშინ შეგბრძანდით. ასევე იქ ნახავთ უამრავ ინფორმაციას, რას საუბრობენ კლიენტები ჩემზე, რას ვაკეთებ, საერთოდ რაზე ვსაუბრობ და საერთოდ ვინ ვარ მე, როგორ და რანაირად. ამიტომ ვიდეოს ქვეშ იქნება Telegram ლინკი, უფასო და გთხოვთ გადაბრძანდეთ. ეხლა რა სიურპრიზი მინდა გავუკეთო ჩემს მაყურებელს და მადლობა იმისათვის, რომ მე ამდენი ადამიანი ხართ ჩემი მიმდევარი და ძალიან გიყვარვართ და ძალიან თბილ მესიჯებს ვიღებ, დიდი მადლობა ამისათვის მართლაც და მოკლედ ადამიანებმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის რა არის მარათონი. ეს იმიტომ კი არა, რომ რამე ან განათლება აკლიათ ადამიანებს, ან რაღაცა აკლიათ და არ იციან და ეს მე ვარ ერთადერთი. არა. უბრალოდ არ არის ჩვენში საქართველოში კარგად გავრცელებული ეს მარათონის, ესე ვთქვათ, მუშაობა, ანუ გუნდურ მუშაობასთან ქართველებს ცოტა
იცით როგორ ქართულს უნდა რომ ანუ როგორ გითხრათ ჩვენ ქართველებს გუნდური სწავლა დიდად არ გვიყვარს არაფერი თქვათ რაღაცა გვინდა ყველაფერი VIP და ასე შემდეგ არ არის დიდად გავრცელებული მარათონები იმიტომ რომ მარათონების შედარებით ყოველთვის ესე თქვათ ბევრ ხალხსია გათვლილი და ნუ რაღაცატომ არ ვიცი ქართველი ხალხი მარათონებს ხშირად არ აკეთებს გარდა სპორტული სპორტის ხელოსნებისა, რა ქვია, სპორტის ტრენერებისა, ის მე მგონი ერთადერთი ადამიანია, ვინც აკეთებს ძალიან ჩემთვის საყვარელი, ვინც აკეთებს მარათონებს, ხო? და ადამიანებმა არ იციან რა არის ეს მარათონი, გინდაც ქალბატონებმა, გინდაც მამაკაცებმა და მე როდესაც ვაცხადებ ხოლმე რომ აი მარათონი იწყება, ესენი ფიქრობენ რომ ეხლა კაცო რა უნდა შემოგთავაზოს ამ ქალბატონმა ან გოგომა, რა მნიშვნელობა ხო, რას გთავაზობს, რა არის ეხლა ვითომ რა რიტუალები უნდა გვასწავლოს ამ ადამიანმა, არ გვინდა რა თქვინდა რიტუალები, სადაც დადებს სიტყვაზე YouTube-ზე, ეხლა რიტუალებში გადამახტევინე კიდე ფული ან რომელიც შემიძლია რაღაცა გავაკეთო ხო? ან რა არის ხა რა უნდა გველაპარაკოს ამ ადამიანმა ისეთი ან რაღაცა და ანუ მათ გონიათ რომ YouTube-ზე მე რასაც ვსაუბრობ ზუსტად იგივე ვსაუბრობ იქაც ხო სინამდვილეში ესე არ არის ჩემი მარათონები თითოეული მარათონი მაგალითად პირველი მეორე მესამე მეოთხე ხო თითოეული მარათონი დაყოფილია 4 ან 5 ნაწილად ეხლა ბოლო მარათონი მაგალითად 3 ნაწილად იყო დაყოფილი ხო თვითონ მარათონზე, თითოეულ ეტაპზე, ხო, მაგალითად 5 ეტაპად არის დაყოფილი, თითოეულ ეტაპზე მე დაახლოებით ჩვენ გვაქვს Telegram-ზე ეს ჯგუფი, ну ვაგდებ იმ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ვინც ფული გადაიხადეს და პირველი ეტაპზე მაგალითად არის როგორ გითხრათ 25, 30, 40, 50 წუთი, დაახლოებით 50 წუთამდე პირველი ეტაპი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენებათ, რომ აუ ეს 50 წუთი ან 40 წუთი ან 30 წუთი ამან უნდა ელაპარაკოს, ანუ ჩვენ მოგწყინდება და რასაში ანუ ძალიან უნდა ვისწავლო, სადა მაქვს მაგის დრო იქ მუშაობ, ეხლა ამას უსმინე. არა, როგორც ჩემი კლიენტები ამბობენ და მომხმარებლები, ეს იმდენად საინტერესოა მათთვის, რომ ისინი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე მარათონებს ითხოვენ. ხო, აბა გიჟები არიან ეს ადამიანები, ყველა ფული გადაიხადონ ჩემს საუბარში. ну ალბათ მე თავს არ შევიკებ, ალბათ იმიტომაც გავაგრძელეთ მეშვიდე მარათონამდე, იმიტომაც ვდებ ამდენ ცოდნას მე, რომ ალბათ, ვფიქრობ ალბათ საინტერესოა. რატომ 35 ლარი პირველი მარათონი, დანარჩენები $35? ეს არის სანახაობრივი, რომ ადამიანებმა ვინც არ იციან, გაიგონ რა არის, თორე ვინც ერთხელ მაინც მოისმეს ჩემს მარათონს, მიხვდება რომ ეს 35 ლარის შრომა კი არა, რა ვიცი, ალბათ 35,000 შრომაც არის, მაგრამ იცით როგორ მიუხედავად იმისა, რომ მე Telegram-ის ჯგუფშიც ვისაუბრე, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ფული, ძალიან მიყვარს კარგი ცხოვრება, ძალიან სერიოზულ რიტუალებს ვაკეთებ, ჩემთან არაფერი არ არის, თქვათ, როგორ გითხრათ, ძალიან სერიოზულად ვუდგები ჩემს საკითხს და ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, რომ ადამიანმა სტაბილურად იცხოვროს, კარგად იცხოვროს, ხო? აბა რისთვის გვინდა ფული, ხო? მარტო ჩანთას არ ვიყიდით, მაგით ვყიდულობთ ჯანმრთელობას, სტაბილურობას, მშობლებს, შვილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? გარდა ამისა, ჩემი საქმიანობა არ არის იმისათვის, ალბათ თქვენ თუ სხვა ვიდეოებსაც გადახედავთ, რომ მარტო რიტუალები ვაკეთო და ფული გამოვიმუშავო. კი, ეგ არის ჩემი მთავარი, რომ რიტუალებიც ვაკეთო და ფული, აბა რისთვის ვსწავლობ და რისთვის ვარა, რისთვის ვაკეთებ ამდენ რიტუალებს, მაგრამ თუ დაუკვირდებით, მე სულ საუბრით ვიწყებ, რომ ადამიანების ტკივილების შევამსუბუქო. ანუ ადამიანს ჩაუწვდე მის სხეულში, ამოვიღო იმის ტკივილი, გავშალო ეს ტკივილი, დავშალო თემებად და ადამიანი თავიდან დაიბადოს. ამიტომაც ქვია ჩემს ყველა მარათონს დაიბადე თავიდან. მე გადავწყვიტე, რომ ეს პირველი მარათონი მე თქვენ მოგცეთ სრულიად უფასოდ, სრულიად უფასოდ და ერთ ვიდეოში, რა თქმა უნდა, არ ჩაეტევა YouTube-ის ერთ ვიდეოში ჩემი პირველი მარათონი, ამიტომ გავყოფ ორად, ვისაც გესიამოვნებათ და დაგაინტერესებთ, რას ვსაუბრობ იქ და როგორ და რანაირად ვსაუბრობ.
დაიდება ვიდეო კვირის ბოლოს პირველი ნაწილი, რადგან ბევრს საუბრობ მარათონში და კვირის მეორე დასაწყისში მეორე ნაწილი, ანუ პირველი მარათონის მთლიანი, ასე თქვათ, როგორ გითხრათ, პირველი მთლიანი მარათონი დაიდება ორ ნაწილად და რასაც იქ საუბრობ, მე იგივეს ვისაუბრებ YouTube-ზე. და თქვენ მიხვდებით, მე რა განხრა მაქვს, როგორ საუბრობ, რას ვაკეთებ და რა განხრა მაქვს საერთოდ და რა არის საერთოდ ეს მარათონი და რისთვის არის. აი თქვენ მანდ მიხვდებით. რა თქმა უნდა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მარათონები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, სხვადასხვა თემები, სხვადასხვა ვიდეოებს წერ, მედიტაციებს, პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ადამიანი ბოლოს ახლა ჩავწერეთ ტვინის ერთ-ერთი თემა იყო და ვიდეოც ჩაუწერე ხა ჩემი იღბლიანი გზა ბოლოს მონაწილეებს ტვინის даже ვიდეოც კი ჩავწერე მედიტაცია ტვინის დეტოქსიკაცია ესეთი რომ ახლა ჩვენ 1000 ინფორმაციას ვიღებთ ტვინში წარმოიდგინეთ და ბერდება ჩვენი ორგანიზმი ამითი და ტვინი გიждდება და მე ადამიანს შეიძლება დეპრესია დაემართოს 1000 რამე და ამიტომ ტვინს სჭირდება დეტოქსიკაცია და იქ როგორც ჩვენ ვისაუბრეთ როგორ უნდა გააკეთონ ეს რა თქმა უნდა ვიდეო ცალკე ჩაუწერეთ. მოკლედ ლაპარაკს ნანახი სჯობს მე გადავწყვიტე რომ ეს გაგიკეთოთ სრულიად უფასოდ რომ თქვენ გაიგოთ რა არის ეს ყველაფერი და ვისაც სურვილი გაუჩნდება მე მეორე მარათონზე, მესამე მარათონზე დარეგისტრირება, შეგიძლიათ ორივე ერთად აიღოთ. ნუ შესაბამისი თანხა $35 თქვენი ციტღის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და მობრძანდეთ და გამოაცხადოთ ესე ვთქვათ სურვილი. მე ჩვეულებრივია მარათონზე დარეგისტრირება არაფერი ძნელი არ გეგონოთ, რიცხავთ თანხას ჩემს ანგარიშზე, აგზავნით ქვითარს, მე გიგდებთ ლინკს და მარათონი დაიწყება და მოусმენთ. ანუ არც სამსახურში, არაფერში ხელი არ შეგიშლება, უბრალოდ ყურში ნაუშნიკებს გაიკეთებთ და ინფორმაციას მოусმენთ, რაც ვფიქრობ, რომ რა ვიცი, თქვენს ცხოვრებას ძალიან წაადგება. კიდევ ერთხელ დავამატებდი, რომ ჩემი მიზანი გარდა იმისა, რომ ვაკეთო რიტუალები და ვიყო ერთ-ერთი ძლიერი მაგი, არის ის, რომ ადამიანი ჩემს მერე გახდეს ბედნიერი. და ადამიანმა მითხრას, რომ ვიცით რა, თქვენმა რიტუალებმა მიშველა ყველაფერი და პლუს თქვენ მარათონშიც თავიდან დავიბადე, როგორც ბევრმა ადამიანმა მითხრა, ესე რა დავიბადე თავიდან რა. და ძალიან, რა ვიცი, ბედნიერი ვარ. ბევრ ესეთ მესეჯებს ვიღებ, ამიტომ რატომაც არა, იმისათვის ვაკეთებ უფასოდ, რომ თქვენც გაიგოთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ და თქვენი ცხოვრება ძალიან კარგად წარმართოთ. ჩემი მთავარი მიზანი ეს არის, ხო, YouTube-ზე ამაში. თქვენ ფულს ნამდვილად არ მეხდით. სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი გექნებათ, სულ უფასოდ რო არ გამოვიდეს ნებისმიერი თანხა. მადლობისთვის ლარი იქნება თუ 2 ლარი, მე ფას არავის არ ვახდები, არავის ფულს არ ვთხოვ, უბრალოდ მე საერთოდ ვერ გავიგებ თქვენ უყურებთ თუ არა, უბრალოდ ენერგობალანსი რომ მოხდეს, ნებისმიერ თანხა ბოლოს შეგიძლიათ დარიცხოთ, ეს თქვენთვის იქნება კარგი, ხო? მე არაფერს არ დავკარგავ ამით. მოკლედ მეგობრებო, ვისაც ჩემი საუბარი, თქვათ, არ მოგწონთ, ან ესე ვთქვათ, ბევრი გგონიათ, ან არ გსიამოვნებთ, გთხოვთ არ დაიღალოთ და ნუ უყურებთ ჩემს გვერდს და რა ვიცი, იმიტომ რომ არ არის ჩემთვის კულტურული ან ესეთი მართებული რომ ავანთო სანთელი, თქვა ლოცვა და მივახტე და რაღაცას და всё, უთხრა ადამიანს გამარჯობათ, იცი რა, მე ხა თქვენ გასწავლით რიტუალს, ავანთო სანთელი ვასწავლებ რიტუალი, წავიდე დავიძინო. ესე არ ხდება, ხო? მიყვარს ადამიანებთან საუბარი და ჩემი პუბლიკა სხვათა შორის კომენტარებში და რაღაცამ დაწერა, რომ თქვენი ლექციები ყელში ამოგვივიდაო, ტარო გაგვიშალეო და გაგვიშალეთ მალე და მე ტაროს არ ვშლი, ვისაც ჩემი საუბარი ამოვიდა ყელში, ნუ მოусმენთ მეგობრებო, არავინ არ გაძალებთ, ხალხი ითხოვს ჩემს საუბარს, მე ჩემ პუბლიკასადმი ძალიან
ვალდებული არაფერში არა ვარ, მაგრამ რადგან ის მათ მოსწონთ და სურვილს გამოხატავენ და მე თბილ სიტყვებს მიწერენ, მე სიამოვნებს რომ მათთან ვიკონტაქტო, აბა სხვა შემთხვევაში მე რატო ვიკონტაქტებდი საერთოდ. ამიტომ მე ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი, ძალიან მიყვარს ჩემი კლიენტები და თითოეული ადამიანისადმი ყოველთვის ძალიან პატივისცემით ვარ. ვერასოდეს ვერავინ ვერ იტყვის, დედა მიწაზე უკვე მე რამდენი წელი დაიწყო, არ ვიცი მე 15-16 აღარც მახსოვს, რომ რომელიმე კლიენტს თუნდაც ცუდ ტონში რამე უთხარი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ამიტომ მხოლოდ ესე ვთქვათ ვასხივოთ ბედნიერება მეგობრებო. ეხლა რა ბარაკ, ეხლა ფული ყველას გიყვარს ჩემო მეგობრებო, მე მიყვარს ძალიან ფული, თქვენც მინდა რომ ძალიან ბევრი ფული გქონდეთ, ამოხვიდეთ ვალებიდან, ვისაც ვალები გაქვთ, ვისაც იპოთეკა გაქვთ, ვისაც რა გაქვთ და ეს რიტუალი ძალიან კარგად იმოქმედებს, ეს ძალიან ძველი რიტუალია. მე ჩუმად გავიმეორებ კიდე სხვა შელოცვას, ერთ შელოცვას მე თქვენს გასწავლით, ჩუმად ჩემ შელოცვას გავიმეორებ, რა თქმა უნდა არ ვიტყვი და თუ თქვენ არანაირი ჯადო, არანაირი ნეკრომაგია, არანაირი არაფერი არ გაქვთ, ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე, მაგრამ თუ გაქვთ, თქვენზედაც იმოქმედებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯადოიან ადამიანზე უფრო ნაკლებად იმოქმედებს, ვიდრე სუფთა ადამიანზე. მოკლედ, მინდა რომ მოეწყოთ ძალიან კომფორტულად, უყუროთ სანთელს, მწვანე სანთელი, რომელიც ანთია, ბარაკის თეთრი, რომელიც არის სისუფთავის. წარმოიდგინოთ, რომ ციდან მოდის მწვანე ესეთი დოლარის ფერი, როგორც მწვანეა, ხო, ყველას გიყვარს დოლარები. ენერგია და თქვენს სხეულში სრულიად გავსებთ თლიან სხეულს, თქვენს გარშემო სულ მწვანე ენერგეტიკაა, თქვენს სახლშიც კი მწვანე ენერგეტიკაა. ძალიან კარგი იქნება თუ სანთელსაც აანთებთ და გაიმეორებთ შემდეგ ლოცვას სამჯერ. თეთრი ნათებით წმენთ გზას. მწვანე ალით ვიწვევ ბარაკას. სიმშვიდე მოდის ჩემს სულში. სიმდიდრე მოდის ჩემს სახლში. ფული, კეთილდღეობა, სიუხვე და ძალა მოდის ჩემთან და ჩემთან რჩება. არაფერს არ მიაქვს ეს ნაკადი, ყველაფერი ჩემთან რჩება. ყველა კარი იღება ეხლა. რაც თქვი, ის ასრულდება. რაც დავიწყე, ის სრულდება. ბარაკა ჩემთან არის. ბარაკა ჩემთან არის. ბარაკა ჩემთან არის. ეს სიტყვები გაიმეორეთ დილას და საღამოს სამ-სამჯერ. ძალიან კარგი იქნება თუ დაანთებთ თეთრ და მწვანე სანთელს. იცით, ეს არის ძალიან პატარა შელოცვა, მაგრამ დიდ საქმეებს არ უხდება ძალიან ბევრი რამ. დიდი საქმეები ყოველთვის პატარა საქმეებით კეთდება. მთავარია რომ თქვენ იყოთ მობილიზებული, ხელს არ გიშლიდეთ აბსოლუტურად არაფერი რიტუალის შესრულებაში, დაანთოთ თეთრი და მწვანე სანთელი და რა ლოცვასაც მე ვიძახი, ეს ლოცვა გაიმეოროთ სამჯერ. და თითოეული სიტყვის გამეორებისას თქვენ მართლა უნდა წარმოიდგინოთ, რომ წმინდავთ თქვენ გზას, აი როგორც თოვლის რო გადახვეტავ ადამიანი და რო გამოჩნდება თქვენი
გზა, თუნდაც სახელის გზა, თუნდაც სახელის რაღაცა კიბე, ხო? ისე წარმოიდგინეთ, რომ აი ეს უფლობის გზა, რაც თქვენ გქონდათ, გადახვეტეთ და გამოჩნდა გზა, რომელიც არის თეთრი, განათებული და მწვანე ალით იწვევთ თქვენ ბარაკას. თქვენ ისედაც მწვანე ალში ხართ გახვეული, ფულის ალში და რატომაც არა. სიმშვიდე მე აქ ვამბობ, რომ მოდის ჩემს სულში და სიმდიდრე მოდის ჩემს სახლში. ანუ რატომ ვამბობ ამას, რომ როდესაც აი მე ვიძახი ხოლმე წმენდაზე, როდესაც ადამიანის სული მშვიდია, წმენდა აქვს გაკეთებული ყველაფერი, სული მშვიდია, ხო? ის ადამიანი ფულსაც მეც გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, ამას ორი აზრი არ აქვს, რომ ადამიანს სუფთა გონებაზე, სუფთა გზებზე ყველაფერი ეხსნება, პლუს ბარაკაც. ფული, კეთილდღეობა, სიუხვე და ძალა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი რაც არ გქონდათ, მოდის თქვენთან და თქვენთან რჩება. არსად არ მიდის, ანუ ხვალდაზე გვაიდა ფული და მითამდეს არა, არსად არ წავა. და რაც ყველაზე მთავარია, რაც თქვით, ის ახდება. რაც ისურვეთ, ის სრულდება. ხშირად ადამიანი, როდესაც 100% დარწმუნებულია თავის სურვილში, რასაც ჩაიფიქრებს, ადამიანი აკეთებს. რატომ არ გამოძდით ადამიანებს საქმეები მე თქვენ გეტყვით? იმიტომ რომ ან თავს ანებებენ, ან არ ჯერათ. შეიძლება ადამიანმა გადაიხადოს $15,000-20,000 რაღაცა საკითხში, მაგრამ არ გამოუვიდეს. იცით რატომ? იმიტომ რომ არ დაიჯერა ბოლომდე. ეჭვმა შეიპყრო და სხვამ გადაიხადა 0 ლარი და ყველაფერი გამოუვიდა, იმიტომ რომ ბოლომდე ეჯერა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, როდესაც აი ამ რიტუალს გააკეთებთ, დოლარები თავზე, რა თქმა უნდა, თავისით არ იყრება, მაგრამ ადამიანის ხელის შეწყობაც არის საჭირო. შეიძლება თქვენ გახვიდეთ სადღაცა ქუჩაში და თქვათ, რომ აი სამსახურს ვეძებთ და შეიძლება რომ მაღაზიაში ამიყვანოთ, არ ვიცი საქართველოში ესე იყვანენ თუ არა, ამიყვანოთ სამსახურში, შეიძლება მართლა ვინმე აგიყვანოთ. ან მაგალითად ის ადამიანი შეგხვდეთ, რომელიც გაბრაზებული იყო თქვენზე, საერთოდ არ გიყვანდათ არსად და თქვას, რომ მოდი ჩემო კარგო, მოდი სამსახურში, რაღაცა გადაუტრიალდეს, იმიტომ რომ შენ სუფთა გონებით, კარგი, აი რატომ არის ადამიანები ეხენ, აი ცხოვრება რთულია, საქართველოში არავინ არ ცხოვრობს ბედნიერად, აი საქართველოში არავის არ აქვს ხალხი, რატომ არ აქვს მეგობრებო, ძალიან ბევრს აქვს, სხვადასხვა სპეციალისტებს, მანიკიურის, წარბების, 1000 სპეციალისტები, 10,000, 12,000, 13,000 ლარს გამოიმუშავებენ, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ჩემი კლიენტი არის ნახევარზე მეტი საქართველოდან, თითქმის 60% ემიგრანტებიც რა თქმა უნდა, მაგრამ მათ აქვთ ძალიან მაღალი ხელფასი, ძალიან კარგად ისწავლეს, ძალიან კარგად, no ვიცი, იშრომეს, ექიმები არიან, ზოგი ის არის და ასე ვთქვათ, აქვთ, კი ბატონო, ყველაფერს უნდა შრომა, მაგრამ იძახიან საქართველოში ხოლმე გამართლება არა, გჯეროდეს, რომ შენ ნამდვილად ამას გააკეთებ. კი არ გიმართლებს, ადამიანს კი არ უმართლებს, ეს ტყუილია. თქვენ მაგის გონებაში ვერ ჩაიხედებით, ვერ ასოდეს, რას ფიქრობს ადამიანი. კი არ გაუმართლა, ყოველთვის ეგუნდოდა და თავის მიზანში გაარტყა. საჭირო ადგილზე, საჭირო დროს მოხვდა. მოკლედ იმისათვის, რომ უფრო მეტი ფული გამოიმუშაოთ, ვიდრე ახლა გაქვთ, ამისათვის აუცილებლად საჭიროა მინიმუმ წმენდის გაკეთება და სუფთა გონებაზე და კარგი აურა, როდესაც გაქვთ, საჭირო საუკეთესო ხალხს იკრებთ გარშემო. და მე გამართლებაც ეს არის. მოკლედ მეგობრებო, კონსულტაციას ჩასაწერად შეგიძლიათ მომართოთ ნომერზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ი. წინასწარ მწერენ ხოლმე ზოგი. შეიძლება პრობლემა მოგიყვეთ? არა.
პრობლემის მოყოლა არ შეიძლება, იმიტომ რომ კონსულტაციამდე იმისათვის არის კონსულტაცია, რომ თქვენ მომიყვეთ თქვენი პრობლემა და მე თქვენს შესახებ სანამ პრობლემას მომიყვებით, ჯერ მეკითხათ ყველაფერი, გაგაუცოთ, რომ მე ვინა ვარ, რა ვარ და მაგის მერე მომისმინო თქვენი პრობლემა. რომ ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ ყველაფერი მომიყვეთ და მე არაფერი არ გითხრათ. არა, ყოველთვის მე ვეუბნები ყველაფერს პირდაპირ, რაც მათ აინტერესებთ, მათ წარსულს, ახალგაზრდობას, როგორც არიან, პირდაღებულები იმისმენა ხოლმე მერე, მაგრამ მაინც საჭიროა და მე თქვენ გამიზიარებთ თქვენ პრობლემას და მე ყველაფერს გადაგიჭრით. რატომ არ არის წინასწარ ჩემთან საუბარი აუცილებელი? იმიტომ რომ თქვენ ხო გინდათ მაგია. თქვენ ხო გინდათ ზოგს დაშორება, ზოგს შეყრა, ზოგს ნებისმიერ რიტუალს, რაც შავ და თეთრ მაგიას შეეხება, შავი და თეთრი მაგია არ არსებობს, მაგია არის მაგია, მე ვაკეთებ. ამიტომ აზრი არ აქვს. დაშორება გინდათ, შეყრა გინდათ, გაყრა გინდათ, თილისმა გინდათ, ყველაფერს ვაკეთებ. ამიტომ პირდაპირ მოდით, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, გეტყვით ყველაფერს და მე გადაწყვეტთ რიტუალს გააკეთებთ თუ არა. წარმატებები მეგობრებო, ბედნიერად.